მოგესალმებით გიბრუნდებით UFC 67-ის პროგნოზებით, რომელიც გაიმართება კვირას მაიამიში. მინდა ჩემი პროგნოზები გაგიზიაროთ. თან ასევე 2:30-ზე იწყება და მშვენიერ დროს არის, მაგ დროს უკვე აღდგომაც შემოდის. წინასწარ გილოცავთ და ხომ, ჩემ გახილვებს დავდროპავ, ყველა ბრძოლაზე ვეცდები დეტალურად ვისაუბრო და ჩემი აზრით გაგიზიაროთ. ასევე თუ აცდება ისე 50 ლაიქს ყოველ შაბათს დავდებ ხოლმე ჩემ 60 პოზიციას, აი მაქსიმალურად გავწურავ და ვიჰარდქორებ ხოლმე, რამდენიმე საათითაზე დავდებ და რომელიც ჩემი აზრით ახდება ხოლმე, რა ფარლებს დავდებ ხოლმე და ხო, სოციალური ქსელის ლინკები არის აღწერაში, თუ კითხვები გაინტერესებს, შეგიძლია ქისაჯიზე გამოუშვათ, თუ არა და დაწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოზე გაგცემთ ხოლმე პასუხს. ძალიან ძნელი ფიქი არის გასაკეთებლად ეს ქარდი, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან ბევრი ანდერდოგი გაიმარჯვებს და მოკლედ არ შემეშიდება ანდერდოგების დაპიკვა რა. შევალ იმენა ანდერდოგებში, ხო? რატომაც შევქმნი ეს არხი, მიზეზი იყო რომ მოიკანო პაიფერის ქარზე დეტალურად ვერ ვისაუბრე main event-ში, იმიტომ რომ როგორც ვფიქრობდი, ზუსტად ესე გაიმარჯვეს და ნერვები მომეშალა ამის გამო რა და ხო. გადავიდეთ განხილვებზე, ირლი პრელიმები იხსნება ჩელს რატკეს და ფრანჩისკო პრადოს შორის. მშვენიერი ბრძოლა არის, არ მოგატყუოთ, მაინც და მაინც ცუდი არ არის. ეხლა პრადოს რეკორდმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, კი? წააგო მულარკთან, წააგო დანიელ ჯალჰუბერთან, ოღონდ მის პრაიმში არა, იქ მაიკ ჯონსონთან და ბობი გრინთან უკვე რაღაც დებილური გეიმპლანებით რო გამოვიდა, არა. პრაიმში ასევე ვერენტიკოვთან წააგო ბოლო ბრძოლა, სპლიტი ვერენტიკოვს კაი ბრძოლა დაუდო, გამიკვირდა ცხთა შორის, იმიტომ რომ მაგ ბრძოლაში ვერენტიკოვი დიდი ფავორიტი იყო ჩემთვის. არის ჯერ მხოლოდ 23 წლის რა. ეს წაგებები შეუძლია გამოცდილებად მიიღოს, ასევე როგორი სტილით წავა ეს ბრძოლა. ჩემი აზრით რატკეთ დაიწყებს პირველ რაუნდში, კარგად წამოიღოს პირველ რაუნდს, მეორე რაუნდის მეორე ნახევარია შეიძლება მეორე რაუნდი წამოიღოს, თუმცა ჩემი აზრით პრადო აი უკვე ბოლო რაუნდებში შეხურდება ბრძოლაში და შეიძლება რატკე კარგადაც დააზიანოს რა. ახლა ბრძოლა არის, თან რატკე გასათვალისწინებელია მაიკლ მალოტთან და იმასთან კარლოს პრატესთან წააგო ორივე ტოპ ლეველებთან რა. მალოტი დამჯერეთ ძალიან კარგი მებრძოლი არის. ლელი მეგნის ფრაუჩეკი რო არ გავიხსენოთ და ამ ბრძოლაში ვფიქრობ რატკეს, თუმცა იმაზე ახლოდაც სახიფათო ბრძოლა იქნება, ვიდრე ხალხი ფიქრობს. თან პრადო ამერიკის ტოპ თიმში გადავიდა და იქ ემზადება, გადავიდა როგორც მახსოვს, თავიდანვე არ ემზადებოდა მან. ხო, ვფიქრობ ჩარლს რატკეს. შემდეგი ბრძოლა არის ორი ბებერი მგლის ბრძოლა, კელვინ გასტლეემუ ვისეთ ლუქვე. ლუქვე ჩემი აზრით გაფუჭდა იმის მერე რაც ბელალ მუჰამედმა აიღო რევანში. აი და უკვე საბოლოოდ როცა გაფუჭდა, ჯეფრინმა რო გადაუარა და აი დეკლასირება ჩაუტარა და ბოლოს დააფინიშა რა. ძველი ლუქვეს შემთხვევაში ავირჩევდი მას ან ოდნავ პრაიმი და გამოსულს, თუმცა მგონია რომ კელვინ გასტლეემი გაიმარჯვებს. უკეთესი კარდიო, უკეთესი ფეთქებადობა აქვს, უკეთესი სისწრაფე აქვს და მგონია რომ დგომში გასტლეუმი იქნება უკეთესი და მაინც ჭიდაო, ანუ რო დაიწყოს ლუქვემ ჭიდაობა, ან მგონია რომ გასტლეუმთან გამოუვიდეს რა. თან ახლა ვინებთან წააგო ამ ბოლო დროს გასტლეუმმა, წააგო პაიფერთან, თან საჯების გადაწყვეტილებით, თან ის არის რომ გასტლეუმის დაფინიშება არის ურთულესი საქმე. ხო, ვინებთან წააგო, შომბრეიდისთან, ჩემ გოუთთან, კიმურა თითან ველტერვეიტში ჩავიდა მაშინ გასტლეუმი. და ხო, შომბრეიდი ჩემი გოუთია, ხო კი ბაკლის მხარი მოაქვს, ან თავი გილიოტინით. და ხო, ანუ კანონიერიო, რობერტ ვიტაკერიო, ჯეკ ჰერმანსონიო, ისრაელ ადესანიო, ძალიან ტოპ ლეველებთან აქ წაგება, რაზეც ვერ ვიტყვი ლუქუესთან რა. ბოლო ბრძოლაში ჯო ალვარესთან აი სუდად გამოიყურებოდა, რა იქ ჯო ალვარეს ფეხებით თავი ქონდა შეკრული და ტიპებმა 3 რაუნდი ეგრე გაიყვანეს, რათან ლუქვე აი ძალიან თვალებში ცეცხლი აქვს ჩამქრალი და მგონია კელვინ გასტლეუმი შემდეგი ბრძოლა, მაგრამ მაინტერესებს ეს არის მარკუელ მედეროსი ქრის პადილა რა. ქრის პადილეს ძალიან საინტერესოდ უყურებ ამ ორგანიზაციაში, იმიტომ რომ მასში პროსპექტს ვხედავ. მაინც ასაკი არ უწყობს, მაგრამ კარგი მებრძოლი არის. ბოლო ბრძოლაში ბონფიმი რენდი ბრაუნის ქარზე დააფინიშა მისი ძმა. მეორე რაუნდში გრაუნდ ეფ-რაუნდი, პირველი რაუნდი გადაუარა და მეორეზე დაღლილზე ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და ახლა ბრძოლა თუმცა არ უნდა დაგვეუწყდეთ ქრის პადილის და ჯაი ჰერბერტის ბრძოლა, რომელიც მივიდა სპლიტამდე. პადილა ალბათ თავის კარიერაში ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა მაგ ბრძოლაში, იმიტომ რომ იგრძნო წვდომი და იგრძნო სტრაიკინგი რა ჰერბერტისგან და მარკუელ მედეროსი არის მუაი სტილის მებრძოლი. მშვენიერი ქიქები აქვს. მაინც და მაინც ტეიქდაუნ დიფენსი სუსტი არ აქვს და ჩემი აზრით თუ პადილმა გადაიყვანა, ჩემი აზრით ეგრევე ადგება და ახლა ბრძოლა არის რა. თუმცა ჩემი აზრით გამოცდილების ხარჯზე მგონია რომ ქრის პადილს უფრო უპირატესობა აქვს.
ტატიანა სუარეზი, ლოპი გოდინეზი, ტატიანა სუარეზი არის მშვენიერი მოჭიდავე, ზახმაურიანად მოდიოდა სანამ ჟანგუელთან სასწაულად დაფრაოდ შექდებოდა. ნუ ეხლა ჩემპიონთა დაფრაოდ შეკება არ არის, მაგრამ ძალიან გადაუარა რა. ჟანგუელი, აი იმენა გადაუარა და დეკლასირება ჩაუტარა და კარგი მოჭიდავე არის. კარგი გრეპლერი არის, კარგი გრაუნდ გეიმი აქვს. კი, გოდინეზი კარგი სტრაიკერია, თუმცა არ მგონია რომ ფეხზე გაახაროს რა. და მეცაც გეტყვით თუ სუარეზმა კარგად დაურია ჭიდაობა და სტრაიკინგი, ჩემი აზრით, ჭიდაობის შიშის გამო მგონია რომ ანუ გოდინეზი დგომშიც ვერ წარმოაჩენს თავის თავს რა. თელ მაგ წაგების მერე დაბრუნდა ამანდა ლემოშთან მშვენიერ სტრაიკერთან და მგონია რომ გოდინეს გადაულის. და ეს შემდეგი ბრძოლა რა არის? მათეოში გამროტი ესტევან რიპოვიკი. ბევრმა ქართველმა ადამიანმა დაამუღამა რიპოვიკს UFC ნოჩედან, იმიტომ რომ მერაბთან ერთად ბრძოლობდა მაგ-ქართლი და ბევრს დაევასა ზალფუბერთან ბრძოლაში, თუმცა გამროტი არის დაუფასებელი მებრძოლი ჩემი აზრით. კი, წააგო ოლივეირასთან, მაგრამ ხო გასათვალისწინებელია რომ სტილისტიკურად იყო საშინელი მატჩაპი, იქ ჩავიდა ბრაზილიაში, აიღო შოჰნო უთისზე. რამდენიმეჯერ შეძლო კიდევაც გადაყვანა, თუმცა რიპოვიქსი არ არის ოლივეირა. ძალიან ჯაჭვური ჭიდაობა გამროცა. მაქსიმუმ ცდილობს ფეხები, ანუ თავი ჩაკ ფეხებში და ანუ ძალიან გველივით შემოდის მაგ ფეხებში და ვერ დაიცავ ტეიქდაუნებს, ხო? ეხლა გეტყვით როგორ წავა ეს ბრძოლა ჩემი აზრით. გაიხსენეთ ლუდოვიტ კლეინი. აი მგონია რომ ეგეთი სცენარით წავა, მათეუშ გამროტი გადაიყვას, არ გაახარებს. ბოლო-ბოლო კაცი არ მაცარუკიან ჭიდაობის გასვლებში უგებდა და დგომში თუ დარჩება ბრძოლა, ჩემი აზრით ფავორიტი რა თქმა უნდა არის რიბოვიქსი, მაგრამ არ მგონია რომ დარჩეს დგომში რა. ახლა ბრძოლა არის, მაგრამ გამროც რაც აქვს ცუდი ის არის რომ მაყურებლების წინაშე რაღაც იბნევა გეგონება და პირველ-მეორე რაუნდს კარგად იწყებს და მესამე რაუნდში იღლება, ძალიან რაღაც ადრენალინი პირველ რაუნდში აწვება და მესამე რაუნდში ხელები ეთიშება, კარგადაც ვეღარ ჭიდაობს და შეცდომებსაც უშვებს ხოლმე და ხო? ვფიქრობ გამროც საჯების გადაწყვეტილებით რა. მაგრამ რატოღაც გულში ხება მქონდა რომ ამ ბრძოლაში ვიღაცა ტრამვას მიიღებს და არ ვიცი. ხო, გონია გამროტის საჯების გადაწყვეტილება თავისი ჯაჭვური ჭიდაობის გამო. კევინ ჰოლანდი, რენდი ბრაუნი ამ ბრძოლაში ვფიქრობ ანდერდოგ კევინ ჰოლანდი. მგონი პირველი ანდერდოგია, ვისაც ვფიქრობ, ხო ჯერჯერობით, ხო? რენდი ბრაუნთან რატო არის ანდერდოგი? გათიშა გრეპლერმა გაბრიელ ბონფიმმა მუხლით. რენდი ბრაუნი არის არასტაბილური მებრძოლი, არც კევინ ჰოლანდია და ეს ორი მებრძოლი როგორ გავს ერთმანეთს ვერ აგიღწევთ, თუმცა ერთი დაიგივე უნარების მებრძოლი არის, თუმცა თავის უნარებში უფრო განვითარებული არის კევინ ჰოლანდი რა. მაინც და მაინც ვერცერთს ვერ ვენდობით, იმიტომ რომ ორივე ტროლავს ხოლმე რა. ნუ ნიკოლას დალბი გათიშა რენდი ბრაუნმა ბოლო მისი მოგებარი ნიკოლას დალბი 70 წლის დალბი არ არის ცუდი მებრძოლი, ბოლო ბრძოლა UFC დოჰაში კლინჩი წამოიღო იმ რუსთან, აღარ მახსოვს მისი გვარი, ხო? კევინ ჰოლანდი გონია გაიმარჯვებს რა, უკეთესი დაცვა აქვს, უკეთესი სტრაიკერი არის, რენდი ბრაუნს ცუდი დაცვა აქვს, ბევრ დარტყმებს ატარებს უაზროდ. ჯეკ დელა მადალენა რო დაგასაბმითებს, კი იქ დასჯენებულზე დაასაბმითა და ნოკდაუნიდან, მაგრამ მაინც რა, გონია რომ ჰოლანდი უკეთესი დაცვა აქვს, დგომში უკეთესი არის და ვფიქრობ რომ რენდი ბრაუნთან არ წააგებს, რათან დაბრუნება უწევს ახლა. ანდერდოგი კევინ ჰოლანდი. არო პიკო პატრისიო პიტბული. მე დავპიკავდი პატრისიო პიტბულს, ეს იყო 5-6 წლის უკან, მაგრამ 5-6 წლის უკან მე არ უყურებდი MMA-ს. ეხა არის 38 თუ 40 წლის, აღარ მახსოვს ასაკი. ბოლო ბრძოლაში დენი გესბუგო და მის მერე გავიდა, ნუ 8-9 თვე. არო პიკო, კი, გაითიშა ცუდად ლერონ მერფისთან და მაგ ბრძოლას ჩემი აზრით მაინც წააგებდა მერფისთან, იმიტომ რომ პიკო არის მეორე მაიკლ შემლერი, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ UFC-ში რა. ცუდი დაცვა. ან შეტევის დროს ყბას ღიას ტოვებს ხოლმე, რაც თავისი საფრთხის მომტანი არის, თუმცა არ მგონია რა პიტბული. ასაკი და გამომდინარე 29 წლისაა, ბევრად მშერია, ბევრად დასამტკიცებელი აქვს ჩემი აზრით რაღაცები და მგონია რომ პიტბულს მოუგებს რა, თუმცა ახლა ბრძოლა და ეგეთი ნოკაუტი და როგორ დაბრუნდება, ეგეთ საინტერესო არის რა. უნივერსალი არის პიკოთან, ახალგაზრდა არის, დგომში ძლიერი არის, ჭიდაობის მხრივ ძალიან კარგი არის, ჩემი აზრით პიტბულის გადაყვანა შეძლებს და ხო, იაი როდრიგესმა როგორც აკენწლა დგომში, მგონია რომ დგომში თუ წარიმართა, პიკოთ ფავორიტი იქნება რა. კაი, ახლა გადავიდეთ მეინზე. გადავიდეთ UFC 67-ის მეინ ქარტზე, მეინი ხდება კუბსვანსოლის და ნეითის ბრძოლის. დიდი ხანი ვფიქრობდი ამ ბრძოლაზე, ვინ უნდა დაბეპიკა და ბოლოს შევჯერდი ნეითისზე რა. როგორ დავპიკო 42 წლის კაცი, რომელმაც ბოლო ბრძოლა ჩატარა 2 წლის უკან, გაიმარჯვა, მაგის წინ წააგო ანდრე ფილისთან სპლიტ დისიჟენით, გამარკვიეთ, როგორ დავპიკო.
42 წელი გასათვალისწინებელი არის featherweight-ში. ჯანდაბას მძიმე წონარო იყოს ან light heavyweight-ი, ჯანდაბას თვალს დავხუჭო, მაგრამ featherweight-ი თავისი ოჯახი აქ ტყდება ცხოვრებით, რაღაცა შვილები ყავს, ერთობა და აი თა პენსიაზე გადის და რავი, მგონია რომ აი ფულის გამო აიღო ეს ბრძოლა რა. კი, Nate-ს აქ სუსტი დაცვა, სუსტი ყვა აქ, დარტყმებს ატარებს, თუმცა არ მგონია სისწრაფე დაკარგულია, კოპსვანსოს კარდიო დაკარგული აქ. რაც გონია რომ Nate თავის სასიკეთოდ გამოიყენებს ამუნარებს რა და მგონია რომ Nate ან გვიან რაუნდებში ან მსაჯების გადაწყვეტილებით წამოიღებს ბრძოლას რა. Nate მომწონს კარგი მებრძოლი არის, თუმცა ვფიქრობ რომ არა, მომწონს კუპსვანსონი კარგი მებრძოლი იყო, თუმცა მგონია რომ Nate წამოიღებს ამ ბრძოლას და გადავედით შემდეგ underdog-ზე საუკეთესო ყობის პატრონებზე ჯონი ვოლკერი და დომინიკ რეიესი, რომელიც მოსაწყენის 3 რაუნდი გველოდება, აი ხუმრობ, ანუ ვინც პირველი შეეხება ის მოიგებს რა. Pick up underdog ჯონი ვოლკერს. ნუ ხომ ეპატიება რომ ამდენი კარგი ფიქების მერე ერთი კარდი ჩავაგდო, იმიტომ რომ ეს არაპროგნოზირებადი კარდია, რომ არ მგონია ბევრი გამოიცნო რა. აი დომინიკ რეიესი ვოლკერი როგორ უნდა გამოიჩნდა, ხო? ტექნიკურად რეიესი არის უკეთესი სტრაიკერი, ვოლკერიზე მაგას თქმაც არ ჭირდება. ვოლკერი არის უკეთესი კიკბოქსერი, ანუ კიკბოქსერი უკეთესი კიკერი არის რა. ჩემი აზრით შეძლებს და დისტანციაზე დატოვებს ბრძოლას. იქნებ კიკები ჩაცხრილოს და აი როგორც კუტელაბა დაიჭირა, როგორც მახსოვს კიკი გაარტყა, ჰამერფისტები უტყან, რაღაც ჰაი კიკებით იქნებ თავისი დისტანცია დატოვოს და პირველი შეეხოს ჯონი ვოლკერი დომინიკ რეიესის ყბას, იმიტომ რომ ვიც პირველი შეეხება და მძიმე დარტყმას გაატარებს, ის გაითიშება რა. ძალიან ძნელი დასაფიქი არის, კი რეიესი დაბრუნდა იქ, დასტინ ჯაკობი გათიშა, რაც შესაძლებელი არის. ლაიონ ჰერთი ენტონი სმითი დააგრაუნდერ ფაუნდა და ნიკიტა კრილოვი გათიშა, თუმცა ბლეკ ჯეკთან გაითიშა ბოლო ბრძოლაში მშვენიერ ორ კომბინაციაზე და ეგეთი ნოკაუტის მერე როგორი დაბრუნდება საინტერესო არის რა. თან ვოლკერი როგორც დამწაგებების სერიებიდან ამოვიდა, უყურე UFC vlogs და მშვენივრად გამოიყურება. ნუ მშვენივრად არის მენტალურად ვოლკერი, მაგრამ რაღაც ექსტრიმავს, ღადაობს და კარგ ხასიათზე არის, რაც რეიესზე ვერ ვიტყვი რა. ხო, ვფიქრობ ვოლკერი გაიმარჯვებს, აი თუ დისტანციაზე დატოვა და რაღაც კიკები ჩაცხრა, ჰაი კიკები გაუტარა და რაღაც გიჟური მოძრაობები აკეთა ისე რომ დარტყმები არ მიიღო, მგონია underdog-ი ჯონი ვოლკერი. კორტის ბლეიჩი ჯოშ შოკიტი UFC რატო გამიწირე ჩემი ჯოშ შოკიტი რატო აი heavyweight ტიპებს heavyweight-ში მოუვიდათ აი ზემოდან ვარსკვლავი ყველა აი ძალიან სანახაობრივი მებრძოლი და ტიპები აძლევენ ჯერ ხო დენზელ ფრიმას აძლევენ ამ დენზელ ფრიმას ერთ რაუნდში 5 წუთში გადაუღარა 4 წუთი და 99 წამში დააფინიშა და ახლა აძლევენ დენზელ ფრიმანის მერე კურტის ბლეიჩ ტოპ 5 ანუ რა სიგიჟე არის რატო უკეთებთ ამას რა თან ჯოშ შოკეტი ჩემი აზრით არის light heavyweight-ის მებრძოლი და heavyweight-ში არც უნდა იყოს რა უნდა იკლებდეს და აი რატო ძალიან დიდი და ადრეული ნახტომი არის კურტის ბლეიჩი მისთვის და სტილისტიკურად კურტის ბლეიჩი მოჭიდავე არის და არ ვიცი აი ჯოშ შოკეტი მაგრამ მევასება რა heavyweight ჯეკ და მარიო პიტო ჩემი ფავორიტი მებრძოლები არიან და გადავიხარ რომ შეერი ჯოშ შოკეტისკენ მაგრამ 5 წამი ვიფიქრო მოდი იყოს რა ჯოშ შოკეტი რა აი ჩემ ფავორიტი მებრძოლს ვერ უღალატებ რა რაღაც შეერი არის თან ტიპი რა ინტერვიუებს დროპავს ხოლმე და ან წაუგებელი არის ან არეში ესეთი წეკების მერე იმხელა ჰეიტს მიიღებს ეხა რო წააგოს რა მაგრამ ანუ ძალიან ძლიერი მენტალობით არის გადის გასანადგურებლად არაპროტა და სამარცხებლად ანადგურებს თავის მეტოქეებს რა ჩემი აზრით გადაყვანა არ გამოუვა მაგრამ აი დარტყმები რო გაუტაროს ბლეიდის დაფინიშება შეუულია თან მართლა სწრაფი არის ჰოკეტი ძლიერი არის სწრაფი არის ყველაფრის არევა შეუულია ერთდროულად და კურტის ბლეიდს სტილისტიკურად სწრაფი მეტოქეები აზიანებენ რა და ვფიქრობ ჯოშ შოკიტი იყოს მესამე underdog-ი ჯოშ შოკიტი რა თუ მეოთხე underdog-ი აღარ მახსოვს არ გამომყვეთ ამ ბრძოლაში ძალიან სადაო არის მაგრამ ჩემი ფავორიტი მებრძოლი უფრო მშიერი 28 წლის ჰოკიტისკენ ვიხები აზამატ მურკაზანოვი პაულო კოშტა დაუფასებელი არის მურკაზანოვი ყველაზე მსუქანი ათლეტური light heavyweight-ი აზამატ მურკაზანოვი ვფიქრობ მურკაზანოვს კი მურკაზანოვი არის დაუფასებელი, თუმცა მას აქვს ძალიან ცუდი ერთი თვისება.
არ იცის ხშირ შემთხვევაში ენერგიის 3 რაუნდზე კარგად გადანაწილება და პირველი რაუნდის მერე იღლება ხოლმე მეორე მესამე რაუნდებში. დასტინ ჯაკობთანაც პირველი რაუნდი წამოიღო და მეორე მესამე რაუნდი ჯაკობმა ტეიქდაუნით შეუსრულა და ეგ ბრძოლა იმდენად ახლო იყო ჩემი აზრით, აი მე რო რეფერი ყოფილიყავი, შეიძლება ჯაკობისთვის მიმეცა ის ბრძოლა რა. იქ კონტროლით შეძლო ჯაკობმაც და კარგი, აი ძალიან კარგი არის მურზაკანოვი რა. ჩემი აზრით უფრო მეტად შანსი აქვს ერლიქეჩთან, პირველი დარტყმით რომ პირველ საწყის რაუნდში გათიშოს. თუ არა, მაინც მგონია რომ დისციონამდე რომ წმინდეს, მაინც მურკაზანოვი მოიგებს რა. კაი მებრძოლი არის კოშტა, მაგრამ არც კოშტა არ არის რაღაც სასწაული, ვაი გადამდე კარდიოს მქონე. დავალი ფაით IQ-ს მებრძოლი არის ლუკ როკჰოლდმა, ასევე ცუდი კარდიოს მქონე მებრძოლმა. ჩემი აზრით გადაუარა თავისი კიკბოქსინგით და წარსულს ეგ ბრძოლა როკჰოლდს. გონია მურკაზანოვი გაიმარჯვებს, პროსტა ასაკით უკვე დიდი არის და არ ვიცი, დაუფასებელი მებრძოლი არის, სწრაფი არის, ძალიან ფეთქებადი არის, მძიმე დამტყმელი არის და სამბოში ყავს იონ კუტელაბა და მაგომე დანკალევი დამარცხებული რა. რასიგიჟი არის პროსტა. აზამატ მურკაზანოვი ნოკაუტიან დისიჟენი. ილჟი პროხასტაკა კარლოს ულბერგი ვეცდები 5 წუთი ვისაუბრო ამ ბრძოლაზე რა. 4-3 წელს უკან დავიწყე მე კარლოს ულბერგის გაწურვა რა და უკვე ამ დღემდე მივედი რომ საკითხლო ბრძოლას იბრძვის და ფიზიკურად ვეწავალ მის წინააღმდეგ რა. ის იქნება ღალატი და სხვა არაფერი. ეხლა რაც შეეხება სტილი. ილჟი პროხასტაკა როგორი მებრძოლი არის. ხელები ჩამოშვებული ჰიდ მუვემენტით არ გამოირჩევა მაინც და მაინც ხელები ჩამოყრებული მიდის წინ, დარტყმებს ჭამს, რაღაცა ასე შემდეგ რა. ილჟი პროხასტაკას ერთადერთი გამარჯვების შანსი არის ქაოსი, სხვა არაფერი. თუ აიყოლია კარლოს ულბერგი ქაოსში და აი რაღაც გაცვლები წავიდა და რაღაცა მაგ შემთხვევაში ილჟი პროხასტაკა არის ფავორიტი რა. კარლოს ულბერგის კარდიო დაიცლება და ასე შემდეგ. თუმცა ჩემი აზრით სტილისტიკურად კარლოს ულბერგი ჯდება ილჟი პროხასტაკასთვის მშვენივრად. კონტრდამტყმელი, კიკბოქსინგი, კიკებით დისტანციაზე დატოვება შეძლებს, იმიტომ რომ გლოვერ ტეიშერია 41 თუ 42 წელს ტეიშერა ითრია. კიკ ჭიდაობაურია, თუმცა დგომშიც უგებდა, პარტერშიც უგებდა და რაღაც დებილური ცდელობა რო არა გილიოტინაზე ჩასვლის მაგ ბრძოლას იგებდა ტეიშერა და ბოლო წუთში დააკამბექა რა. მაგარი კონტრდამტყმელია ალონზო მინიფილდა დომინიკ რეიესთან, კიდე იმასთან, იხორ პოტიერასთან რა ლევთუკები, რა ჯებები აქვს ბიჭო. MMA-ის გულშემატკივარი ხარ და არ გევასება ულბერგი. ეს არის სიგიჟე იმენა გლეიზერი ვარ მე ულბერგის და ხო რა. წასახი ფათოფიქი არის თან დღეს დილით შეხვდა პოსტი რომ ულბერგი ფიზიკურად ცუდად გამოიყურება, ანუ სხვა ბრძოლებში ბევრად ათლეტური არის, ეხლა ცოტა ცხიმი აქვს მომატებული. თან ნინა დრამას ინტერვიუში ტიპი ბურგერებს აბუყნავებს და რა ვიცი, რატო აკეთებ ულბერგ მაგას და მოდი ნუ გამოყვებით ამ ფიქრზე, თუმცა ვფიქრობ ანდერდოგ კარლოს ულბერგს რა. რო გადავხედოთ ირჟის მოგებები, ვინერთან აქვს? ორი წაგება აქვს ალექს პერეირასთან, მოუგო ალექსანდრე რაკიჩს, რომელიც ბრუნდებოდა ტრავმებიდან. თან პირველი რაუნდი მოუგო რაკეჩმა და მეორე ცოტა ადრე გააჩერა ბრძოლმა რეფერიმ ჩემი აზრით. მოუგო ჯამაჰალ ჰილს, ჯამაჰალ ჰილი ყველა დროის ყველაზე ცუდი ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში და ვის მოუგო ბოლოს? ხალილ რანტის, რომელთანაც 2 რაუნდს იგებდა, თუმცა უგებდა ხალილი, თუმცა მესამე რაუნდში აიყოლია ქაოსში და ხალილ რანტმა ვერ დაჟოგა თავისი კარდიო. თუმცა ულბერგი არის ჭკვიანი, მის უკან სისტი კიკბოქსინგი დგას, ბარმენი. ხარ ვიცი რა. იყოს კარლოს ულბერგი რა. უფრო ტექნიკური მებრძოლის დაპიკვას ვამჯობინებ ამ ქართში და ხო? ესეთი არის ჩემი პროგნოზები. ყოველ შაბათს დავდებ ჩემ ფარლებს, დამილაიქეთ ვიდეო რომ мотивация მომეცეს ამისთვის, მაგრამ TikTok-ზე და Instagram-ზე გამოვყებით, იმიტომ რომ მე ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომ შეიძლება ბოლო დღეებში ან რამდენიმე საათით ადრე შემეცვალოს კონკრეტულ ბრძოლაზე, ჩემი აზრით და უცბად ვიღაცისგან გადავიხარო რა. ჯერჯერობით ეს არის ჩემი ფიქრები, გამომიწერეთ თუ რამე კითხვები გაინტერესებთ. დამისვით სოციალური ქსელის ლინკები იქნება აღწერაში, ჩემი პირველი არხია და мотивაციას მოვცემთ ამით. ნახვამდის დროებით და let's go UFC Miami.